ხეცის ხატება, რომელიც სულ უფრო იკვეთება. გამოცხადების წიგნის მე-13 თავში აღწერილია ორი მხეცი. პირველ მხეცს აქვს მისთვის დამახასიათებელი ნიშნები. აი რა არის ნათქვამი მასზე მეორე მუხლში. გველეშაპმა მისცა მას თავისი ძალა, ტახტი და დიდი ხელმწიფება. ვის განასახიერებს გველეშაპი? თუ წავიკითხავთ გამოცხადების წიგნის მე-12 თავს, დავინახავთ, რომ საუბარია სატანაზე. გარდა ამისა, იგი კიდევ რაღაცის სიმბოლოა. რას განასახიერებენ მხეცები ბიბლიურ წინასწარმეტყველებებში? დანიელ წინასწარმეტყველის წიგნის მე-7 თავი გვიცხადებს, რომ მხეცი წინასწარმეტყველებაში სიმბოლურად წარმოადგენს სამეფოს. მაშ რომელ სამეფოს განასახიერებს გველეშაპი? გამოცხადების წიგნის მე-12 თავის მე-4 მუხლში ნათქვამია, რომ გველეშაპი ცდილობდა მოეკლა იესო, როცა ის დაიბადა ამ დედამიწაზე. რომელი სამეფოს გამოყენებით ცდილობდა სატანა მის მოკვლას? ეს იყო რომის იმპერია, რომელსაც გველეშაპი განასახიერებს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ პირველი მხეცი, რომელიც გამოცხადების წიგნის მე-13 თავშია აღწერილი, თავის ტახტს იღებს რომის იმპერიისაგან. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პირველი მხეცი იდენტურია იმ პატარა რქისა, რომელიც დანიელის წიგნის მე-7 თავშია აღწერილი. იგი წამოიმართა მრავალ ეროვნული ტერიტორიიდან. დაწერილია, რომ იგი წარმოთქვამს ღვთისმფლობელ სიტყვებს და რომ მისი მმართველობა გაგრძელდება 1260 წინასწარმეტყველურ წელს და ამ პერიოდის განმავლობაში განდევნის და დახოცავს ღვთის ხალხს. ამ პატარა რქასა და პირველ მხეცს ერთი და იგივე მახასიათებლები აქვთ. ნახოთ, საიდან ამოდის ეს პატარა რქა. იგი ამოდის მე-4 მხეციდან, რომელიც დანიელის წიგნის მე-7 თავში აღწერილი და წარმოადგენს რომის იმპერიას. რომელ სამეფოს გადასცა რომის იმპერიამ თავისი ტახტი? რომელ სამეფოში აღსრულდა ყველა ეს მაჩვენებელი? პაპიზმში, ქალაქი ვატიკანი, რომელიც კათოლიკური ეკლესიის კერაა, ამავდროულად წარმოადგენს სახელმწიფოსაც. გამოცხადების წიგნის მე-13 თავში ნაჩვენები პირველი მხეცი იგივე პაპიზმია. მაშ ვინ არის მეორე მხეცი? გამოცხადების წიგნის ამავე თავში დაწერილია, რომ იგი ამოდის მიწიდან, განსხვავებით პირველი მხეცისაგან, რომელიც გამოვიდა მრავალ ეროვნული ტერიტორიიდან. და ეს მრავალ ეროვნული ტერიტორია გულისხმობს ევროპას. მეორე მხეცი კი ჩნდება მწირად დასახლებულ ტერიტორიაზე, უდაბურ, უკაცრიელ ადგილზე, ევროპისაგან ძალიან შორს. ერი, რომელსაც ეს მხეცი წარმოადგენს, ხელმწიფებას იღებს პაპისტური ეკლესიის მმართველობის დასრულებისთანავე. 1798 წელს პაპიზმმა მიიღო სასიკვდილო ჭრილობა, როგორც ნათქვამი იყო მხეცზე გამოცხადების წიგნის მე-13 თავში. ცხადია, მხეცი ამომავალი მიწიდან უნდა იყოს სახელმწიფო, რომელიც სწორედ ამ პერიოდში გამოდის არენაზე. გამოცხადების მე-13 თავი აღწერს მას როგორც კრავის მსგავს, რომელიც სინამდვილეში არ არის კრავი, და შემდეგ წერია, რომ დროთა განმავლობაში იგი ალაპარაკდება როგორც გველეშაპი, იგივე სატანა, და რომ ეს სამეფო აიძულებს მსოფლიოს მიიღონ მხეცის ნიშანი. რა გახდება ამისათვის საჭირო? მან უნდა შეძლოს მოიპოვოს აბსოლუტური ფინანსური და სამხედრო კონტროლი მსოფლიო მასშტაბით. ქვეყანა, რომელიც შეესაბამება მოცემულ მახასიათებლებს, ერთადერთია ამერიკა. ამრიგად, ორი მხეცი გამოცხადების მე-13 თავიდან არის პაპიზმი და ამერიკა. გამოცხადების წიგნის მე-13 თავის მე-14 მუხლში ნათქვამია, რომ მხეცი, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების სიმბოლო, ეტყვის ადამიანებს, რომ მათ უნდა გაიკეთონ მხეცის ხატება. სწორედ ამერიკა გამოძერწავს მხეცის ხატებას. და რას წარმოადგენს რომის კათოლიკური ეკლესია? ეს არის კავშირი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. როცა ეკლესია აძლევს დირექტივებს სახელმწიფოს. მეგობრებო, ეს წინასწარმეტყველებები ჩვენ თვალწინ სრულდება. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ერთიანდებიან ამერიკაში პროტესტანტები და კათოლიკეები, იმისათვის, რომ ქვეყანაში მოიპოვონ სრული კონტროლი. ამერიკაში ცვლილებების გასატარებლად დონალდ ტრამპი ერთიანდება პროტესტანტებთან და კათოლიკეებთან. მოусმინოთ მის ერთ-ერთ სიტყვით გამოსვლას. სურს მადლობა გადავუხადო პროტესტანტულ და სხვა რელიგიურ საზოგადოებებს, მათი მხარდაჭერისათვის, რომელიც არ ვარ დარწმუნებული, რომ სრულიად დავიმსახურე.
And I'm not sure I totally deserve it. იმდენად საოცარი იყო ეს მხარდაჭერა ჩემთვის, რომ სტიმული მომცა. ჩვენ პოლიტიკაზე ეს დიდ ზეგავლენას მოახდენს. ამ ქვეყნის კანონები ჯერ არ ხრთავენ ნებას გამოხატოთ თქვენი საკუთარი აზრი, თქვენივე კათედრებიდან. საკანონმდებლო ჩასწორება, რომელიც დიდი ხნის წინ შემოიტანა ლინდან ჯონსონმა, ემუქრება რელიგიურ დაწესებულებებს, საგადასახადო დაბეგვით, თუ კი ისინი გახსნილად დაიცავენ მათ პოლიტიკურ მოსაზრებას. მათ წაერთვევათ მათი ხმები. მე ვეცდები ძალა არ დავიშურო იმისათვის, რომ გავაუქმო მსგავსი მიდგომა და დავიცვა სიტყვის თავისუფლება ყოველი ამერიკელისათვის. I am going to work very hard to repeal that language and to protect free speech for all Americans. დონალდ ტრამპმა ახმა დადო, ბოლო მოუღოს განხეთქილებას ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. დონალდ ტრამპი მოუწოდეს მთელ ქვეყანას იყვნენ სულიერი. ტრამპი პროტესტანტებს პირდება მეტ ძალაუფლებას და ეკლესიებში დასწრების ზრდას. მან განაცხადა, თუ მე გავხდები პრეზიდენტი, ქრისტიანობა მიიღებს ძალაუფლებას ამერიკაში. დონალდ ტრამპი მტკიცედ შეპირდა ქრისტიანებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა გააუქმოს ლინდან ჯონსონის საკანონმდებლო ჩასწორება, რომელმაც ძალიან ამო ქრისტიანებს. თუ როგორ მიაღწევს ამას, ძნელი წარმოსადგენია, რადგან თავად ვიბრძვი ამის გასაუქმებლად ბოლო 30 წელია. ჯონსონის ეს პუნქტი ძლიერ ზღუდავს ქრისტიანების უფლებებს. იგი უბრძალავს არაკომერციულ ორგანიზაციებს ჰქონდეთ საკუთარი ხმა. ტრამპმა განაცხადა, თუ მე ვიქნები არჩეული პრეზიდენტად, ერთ-ერთი პირველი, რის გაკეთებასაც ვაპირებ, არის გავაუქმო ლინდან ჯონსონის მიერ გატარებული საკანონმდებლო ჩასწორება, რომელიც მოქმედებაში შევიდა 1954 წელს და ეწინააღმდეგებოდა ეკლესიებისა და სხვა არაკომერციული ორგანიზაციების მიერ რომელიმე პოლიტიკური კანდიდატის მხარდაჭერის თუ დაპირისპირების პროპაგანდას და ზღუდავდა პასტორების თავისუფალ სიტყვას. ნიუ-იორკში ტრამპი შეხვდა პროტესტანტების ლიდერებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვინაიდან მათ გამოთქვეს სურვილი პირისპირ შეხვედროდნენ ტრამპს და დაესვათ მისთვის შეკითხვები. ტრამპი შეხვდა დაახლოებით 1000 ქრისტიანული ორგანიზაციის ლიდერს მიტინგზე, რომელიც იყო სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების მიერ ორგანიზებული. შეხვედრა მიზნად ისახავდა ტრამპის მხარდამჭერთა სიის გაზრდას პროტესტანტულ ეკლესიებს შორის. ერთად იმოქმედეთ, გაერთიანდით და თქვენ გახდებით გავლენიანი პოლიტიკური ძალა. ეს შეხვედრა გაიმართა დახურულ კარს მიღმა. ტრამპი დაახლოებით 2 საათის განმავლობაში პასუხობდა რელიგიური ხასიათის შეკითხვებს, რომლებიც რესპუბლიკელთა პარტიიდან ისმოდა. მე ვარაუდობ, რომ ეს შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი. ბატონმა ტრამპმა გაგვიზიარა თავისი შეხედულებები. დარბაზში მსდომნი მოიხიბნენ მისი საოცარი სტუმართმოყვარეობით. ტრამპმა პასუხი გასცა შეკითხვებს მის პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით და ესაუბრა ქრისტიანებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად რელიგიური თავისუფლება. თითქმის თითოეულ თქვენგანს გაქვთ გამოცდილი გადასახადებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ზეწოლა. ამისგან ყველა დაღლილია. ტრამპმა ასევე აღნიშნა თავისი მზადყოფნა ისრაელის მხარდასაჭერად და დააფიქსირა თავისი პოზიცია ირანის ბირთვული იარაღის წინააღმდეგ. იგი ძირითადად მიუთითებდა კონსტიტუციურ უფლებებზე. გარდა ამისა, რამდენიმე სიტყვა თქვა აბორტების წინააღმდეგ. რითაც მხარი დაუჭირა სიცოცხლეს. ყველა ეს საკითხი გაჟღერდა მკაფიოდ და დადებითად შეფასდა დამსწრე საზოგადოების მიერ. პროტესტანტთა ლიდერებიდან იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მანამდე არ შეხვედრდნენ ტრამპს. მათ განაცხადეს, რომ მისი სხვა მხარე დაინახეს. მათ შეაფასეს მისი გამჭრიახობა, სიმშვიდე და ასევე ყურადღება მის მსმენელთა მიმართ. ეს არჩევნები ჩაიწერება ისტორიის წიგნში და მოიტანენ ცვლილებებს პროტესტანტებისთვის და ასევე სხვა ქრისტიანებისთვის. ყველასათვის, ყველა რელიგიისათვის. ეს არჩევნები შესაძლოა გახდეს ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ოდესმე ჩატარებულა ჩვენს ქვეყანაში. ხეცის ნიშანი თანდათან იკვეთება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქრისტიანებად წოდებულ უმრავლესობაში, რომლებიც გაბმულნი არიან სატანის მახეში და მხარს უჭერენ ამერიკის მიერ მსოფლიოზე კონტროლის მოპოვებას. ამის მოქმედნი ვერც კი ხვდებიან, რომ აყალიბებენ ხეცის ნიშანს,
იგივე პაპიზმს ამერიკაში. ეს არის სახელმწიფო საეკლესიო კავშირი, რომელიც საბოლოო ჯამში ახდენს ღმერთის ძალაუფლების უზურპაციას. იგი აიძულებს მთელ მსოფლიოს მიიღონ მხეცის ნიშანი და ეს ნიშანი არის კვირა დღის კანონი. როცა ეს ღვთის სიტყვის საწინააღმდეგო დადგენილება რომისა და სატანის მიერ ძალაში შევა, ეს იქნება მეშვიდე დღის ღვთის წმინდა შაბათის წინააღმდეგ გალაშქრება, ღვთის მცნების დარღვევა. გევედრებით, მეგობრებო, ეძიეთ ჭეშმარიტება. ჩვენ ყველა უკანასკნელ ჟამს ცხოვრობთ. გამოიკვლიეთ ღვთის სიტყვა, რომელშიც აღწერილია თუ რა უნდა მოხდეს მალე, მთელს მსოფლიოში, წუთი სოფლის ისტორიის უკანასკნელ დღეებში, ვიდრე დაბრუნდებოდეს ჩვენი მხსნელი და მაცხოვარი, იესო ქრისტე.